გამარჯობა, პატივცემულო გამას მაყურებელო. შენ ხარ გამანიუსზე. მე კი გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი ვარ. დაგვიგროვდა ამბები. დავიწყოთ. მაშასე მეგობრებო, გამა FC.TV ის ვებგვერდი, რომელიც ამიერიდან ყველას უნდა გვახსოვდეს. ვინაიდან აქ გავა ყველაზე საინტერესო კონტენტი პირდაპირ ეთერში. ვებპეიჯი განვაახლეთ. მეტად user friendly გახდა. ამის გარდა მე გისმენთ თქვენ პატივცემულებო და თუ შეგეძლოთ აქამდე მთლიანი არხის, მთლიანი კონტენტით 25 ლარად გამოწერა, ახლა დავყავით და გვესმის, რომ არის ცალკე მუშტიკრივის მაყურებელი, ცალკე გრეპლინგის მაყურებელი, ცალკე MMA-ის მაყურებელი და ხშირად ეს აუდიტორია არ იკვეთება. ამიტომ თქვენ გაქვთ არჩევანი, რომ იყიდოთ ცალკე მუშტიკრივი, ცალკე გრეპლინგი, ცალკე MMA, ცალკე road to gama, ან ყველაფერი ერთად, side content-თან, როგორიცაა პოდკასტები, რომელიც თქვენ ძალიან მოგეწონათ იგივე თქვენივე გამოხმაურების თანახმად. ისევ გამა TV-ზე რომ ვისაუბროთ, მეგობრებო, არაერთხელ გვითქვია, არაერთი განცხადება გამიკეთებია მე პირადად, არაერთი პოსტი დაგვიდია და სტორებიც ჩამიწერია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა, ვინც გამოიყენა free trial-ი დეკემბერში, დავასაჩუქრეთ და გაუგზავნეთ პრომო კოდი, რომელითაც 50%-იან ფას დაკლებას მიიღებთ, თუ გამოიყენებთ 24 რიცხვამდე. ამიტომ იჩქარე, გადადი პოსტაზე, ნახე ეს პრომო კოდი, გამოიყენე და 25 ლარის მაგივრად 12 ნახევარს გადაიხდი და იგივე ლოგიკით, ხო? მუშტიკრივის ფასის ნახევარს, გრეპლინგის ფასის ნახევარს და ასე შემდეგ. უბრალოდ 24-მდე უნდა მოასწრო გამოყენება. იმასაც მოგახსენებ, თუ unsubscribe არ გააკეთე, თუ პრომო კოდი ვერ მოასწარი რომ გამოიყენო, დიდი ალბათობით ჩამოგაჭრის 25 ლარს. და ბევრი გვწერს, რომ 25 ჩამომაჭრა და რატო? იმიტომ მეგობარო, unsubscribe არ გააკეთე. ყველაფერი მარტივია. ისევ გამა TV-სთან დაკავშირებით. ბევრი წერს იმის შესახებ, რომ GKIAS პოდკასტი სადაა, რატომ არ დადეთ და ასე შემდეგ. მეგობრებო, მე არაერთხელ ვთქვი, რომ GKIAS-თან პოდკასტი გავა პირდაპირ ეთერში გამა FC.TV-ზე. ყველას, ვისაც გაქვთ გამოწერილი ეს შესანიშნავი პლატფორმა, შეგიძლიათ უყუროთ მე და GKIAS საუბარს ამ პოდკასტის დროს. ხოლო ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და პრინციპულად არაპირებთ გამოწერას და ელოდებით თუ როდის გამოვა YouTube-ზე ეს პოდკასტი, გადავწყვიტეთ რომ გამოუშვათ YouTube-ზეც ეს პოდკასტი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ 24 რიცხვის მერე. ანუ გამა რევენანტი რო ჩაივლის და ძირითადი მოვლენები მასთან დაკავშირებული, მხოლოდ მერე გამოვა ეს პოდკასტი YouTube-ზე. მეგობრებო, ზოგადად ჩვენს კონტენტთან მიდგომაზე მინდა გითხრათ. ჩვენთვის ძალიან ძნელია ერთდროულად რომ გაუშვათ კონტენტი გამა FC.TV-ზე ლაივში და ამავდროულად 2 ღამე ვამონტაჟოთ, აგერ ბიჭები გამოვწურე ბოლომდე და უბრალოდ აღარაფერი დარჩა. ამიტომ ჩვენი მონტაჟორები რო არ დავკარგოთ, ჩვენი შესანიშნავი გუნდის წევრები რო არ გავინაწყენოთ, უბრალოდ შეუძლებელია ამ ტემპებით კეთება, მით უმეტეს უფასოდ. მესმის თქვენ ყველაფერი უფასო მოგწონთ, მეც კაცო, მაგრამ ყველაფერი ფასეული რაღაცა ღირს. მით უმეტეს თუ გვინდა ჩვენ რომ წინ წავიწიოთ, თუ გვინდა რომ ადგილზე არ ვიყოთ და მიწა არ ვტკეპნოთ, სერიოზული დახმარება გვჭირდება. ყველასგან, ვისაც გამა მოწონს. ვისაც არ მოწონს, მაგათ არც ვთხოვთ და თუ გინდათ YouTube-ზეც არ გვიყუროთ, მაგრამ ვისაც მოგწონთ, ვისაც გინდათ ჩვენი წინსვლა, ვისაც გინდათ რომ რეალურად საერთაშორისო ორგანიზაცია გახდეს გამა, გამოიწერეთ გამა TV და 2 ლარით, რომელსაც თქვენ გადაიხდით ამა თუ იმ კონტენტში, ამ გადახდილ თანხიდან, რა თქმა უნდა, ორგანიზაციაც ძლიერდება და თითოეული სპორტსმენი, მით უმეტეს მათ პრომო კოდს თუ იყენებთ. მათი პირდაპირი ფინანსური ინტერესია გეუბნებით როგორცაა. და თქვენი ხეირიც, ხო? ბოლო-ბოლო 10%-იან ფასდაკლებას იღებთ. ხოლო რაც ეხება YouTube-ს, YouTube-ზე ჩვენი კონტენტი საშუალოდ გამოვა ლაივის მერე ერთ კვირაში. გამოუშვით ჰეითი
მივეჩვიეთ უკვე იმუნიტეტი მაქვს, ძმებო და დებო. ამიტომ უფასო თუ გინდა ერთი კვირა მომithმინე, თუ არ გინდა გადაიხადე, არც თუ ისე აუარებელი თანხა. აი რა კაპიკებია ბოლოს და ბოლოს. ბოლომდე პირდაპირები რო ვიყოთ. იმ ჰეითერებს, ვისაც ცუდი სიტყვები არ გენანებათ და ჩირკს გვაცხობთ, რატო შვებით ამას უბრალოდ თუ არ მოგწონს რას მიყურებ, ხო? всё, ყველაფერი მარტივადა. შემდეგი თემა, რასაც მინდა რომ შევეხო, ეს არის გამა გრეპლინგი. მეგობრებო, როგორც იქნა ძალიან მიხარია რომ ვიპოვეთ ის ფორმატი, რომლითაც უფრო მეტი და მეტი ხალხი ინტერესდება გრეპლინგით. მოგეხსენებათ, გრეპლინგი არის MMA-ის აუცილებელესი კომპონენტი, ამიტომ ჩვენ ვთვლით რომ აუცილებელია გრეპლინგი რომ ჩატარდეს საქართველოში, აუცილებელია რომ ჩატარდეს უმაღლეს დონის შეჯიბრებები და ეს შეჯიბრიც არაა გამონაკლისი. Last Samurai შეხვდება მარნეული teams, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის გუნდური და ამის გარდა super fight-ებიც გველის და უკვე პირველი არ არის, მაგრამ საინტერესო ტრანზაქცია მუშტიკრივიდან პირდაპირ გრეპლინგ გიორგი მონადირე ჭავჭავაძე დაუპირისპირდება ლუკა ჯიცერ კვარაცხელიას. მოკლედ რო ვთქვა, გადადით ჩვენს ვებგვერდზე gamafc.g, შეხედეთ რა მაგარი ქარდია, ყოველივე გუნდის წევრი წერია და ყოველივე super fight-ი. ძალიან არ გამიგრძელდეს, გადადი ვებგვერდზე, ნახე ვინ ჭიდაობს და დატკბი ჩვენთან ერთად ამ უსანახაობრიესი საღამოთი. სულ მალე უკვე 17-ში ეს გველის და 16-ში კონფერენცია იქნება გრეპლინგის პირველად. ამიტომ არ გამოტოვოთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავა ლაივში gamafc.tv-ზე. ასევე შემდეგი ნიუსის ნაწილი შეეხება გამა გრეპლინგს. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფოლადა და სოზას ჭიდაობამ. თუმეტეს კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ რეზულტატმა, რომელიც ფოლადა მოიპოვა. რა თქმა უნდა ეს მათ შორის წესების დამსახურებით იყო და ვინაიდან ჩვენი წესები როგორც ყოველთვის სისასტიკეს ემსახურება და სანახაობრიობას, გრეპლინგიც არ იქნება გამონაკლისი. Super fight-ებში წესები შეიცვალა, პოსტიც გავაკეთეთ ამის შესახებ, თუმცა აქაც ვახსენებ. მოკლედ რო ვთქვა, გაქცევით მოგება შეუძლებელი იქნება. ახლა მხოლოდ submission-ით იქნება შესაძლო მოგება. ბიჭები იჭიდავებენ იქამდე, სანამ ვინმე არ დანებდება. მოკლედ და კონკრეტულად. დაწერე შენი აზრი, მოგწონს ეს გადაწყვეტილება თუ არა? ასევე ხშირად მესმის კითხვა, თუ როგორ გაგრძელდება გრეპლინგი, რამდენი ხანი იქნება ეს გუნდური შეჯიბრებები და როდის იქნება ფინალები. მეგობრებო, სავარაუდოდ ჩვენი გათვლით თო მოხდა ყველაფერი. ზაფხულის ბოლომდე გასტანს ეს გუნდური შეჯიბრებები. ეხლა არის ყველაზე დიდი ეტაპი, მეორე ეტაპი, სადაც წაგებული გუნდები პირველ ეტაპში წაგებულებს ხვდებიან. იდოქში ყველასთან იჭიდავებს და ორი გუნდი, ვინც დააგროვებს ყველაზე მეტ მოგებას, გადავა ფინალში და დაუპირისპირდება ერთმანეთს ფინალში. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი. რა ვარია? დაწერეთ და მითხარით. უკეთესი შემოთავაზება თუ იქნება, ჩვენს მაყურებელს, მით უმეტეს ჯანსაღი კრიტიკა იქნება თუ ჯანსაღი შემოთავაზება, ყოველთვის უსმენთ. ამიტომ თუ ძალიან მაგარი აზრი გაჟღერდა, შეიძლება შენს მეშვეობით მეგობარო, ცვლილება შევიტანო და კიდე გავაუმჯობესო ეს შესანიშნავი სანახაობა, რომელსაც ქვია გამა გრეპლინგი. არ არის საკვირველი, რომ MMA-ც, მუშტიკრივიც და უკვე გრეპლინგიც იზიდავს ახალ ტალანტებს და უფრო მეტი და მეტი ხალხი ინტერესდება ამ სპორტით. მეც უნდა რომ თავი გამოსცადოს fight pitch-ში, გამას გრეპლინგის pitch-ში და ვინაიდან ჩვენ არ გქონდა გეგმაში ახალი ხალხის აყვანა, აქამდე უარს ვეუბნეოდით. მაგრამ იმდენი არის უკვე მსურველი, რომ უბრალოდ არ მაქვს ვფიქრობ უარის თქმის უფლება. ამიტომ გუნდურ შეჯიბრში ვერ მოხვდებით, თუმცა super fight-ებში ყველანაირი შანსი გაქვს რომ გამოგაჩინოთ. ამიტომ ვისაც გსურთ გამა გრეპლინგში ასპარეზობა, road to gama ზუსტად მაგისტვის შექმნით. როგორც მუშტიკრივიშია შესჩერჩევები, ასევე MMA-ში road to gama-ზე, ახლა გრეპლინგიც დაემატება. ამიტომ შემდეგი road to gama ცოტა წინ გადმოიწია, 31 რიცხვში ჩატარდება 31 იანვარს, იქნება road to gama. ამიტომ ჩემო მეგობარო, შენ თუ გინდა რომ შენი სასტიკი ჭიდაობა მთელს საქართველოს დაანახო და უკვე არა მარტო საქართველოს, ძალიან ბევრ ქვეყნიდან გვიყურებენ. შენი სასტიკი MMA დაანახო მთელს საქართველოს და როგორც თქვი არა მარტო საქართველოს. და რა თქმა უნდა მუშტიკრივი ტრადიციულად. დარეგისტრირდი ჩვენს ვებგვერდზე gamafc.g სექცია
მონაწილეობა. აირჩია იქ ის დარგი, რომელშიც გინდა ასპარეზობა, ეს იქნება გრეპლინგი, MMA თუ მუშტიკრივი, დარეგისტრირდი, ჩვენ წინასწარ ვაწყვილებთ უკვე, ამიტომ სწორად შეიყვანე ინფორმაცია, დაგირეკავთ ერთი კვირით ადრე, შენ მზადყოფნაში იყავი, თუ ეხლა რეგისტრირდები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეხლა 31 იანვარს გინდა ასპარეზობა და შენი ძალების გამოჩენა, ამიტომ დაგირეკავთ წინასწარ, დაგაწყვილებთ, დილიდან 9-დან 12-მდე იქნება აწონვები 31 იანვარს, ხოლო შეჯიბრი კი დაიწყება 4 საათზე. ამიტომ დარეგისტრირდი, გინდა იყო გრეპლერი, გინდა შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, გინდა მუშტიკრივი გინდოდეს. შემდეგი ნიუსი, რაც მინდა განდოთ, ეს არის რანკინგების განახლება, ბევრი სიახლეგელით მან, ძველ ბევრ გმირს ვერ დაინახავთ, შეიძლება ბევრი ახალი დაინახოთ. ამიტომ გადადით ჩვენს ვებგვერდზე gamafc.g, რანკინგები, შეხედეთ ვინ მაღლა ავიდა, ვინ დაღმასვლა განიცადა და გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოშივე, ეთანხმებით თუ არა იმ განლაგებას, რომელიც არის გამას რანკინგებში. ამაზე მეცაც გეტყვით. რანკინგების სექციას დავააპდეითეთ. დააპდეითების პროცესშია. თუ გადახვალთ 56 კილოს რანკინგებზე და ნებისმიერ მებრძოლს დააჭერთ, დაინახავთ სრულ მის ისტორიას. ვისთან იჩხუბა, რა შეჯიბრზე, მოიგო თუ წააგო და როგორ მოიგო თუ როგორ წააგო. შეგვიფასეთ. რაც ეხება გამას მებრძოლებს. წინა ნიუსში ვთქვი, რომ ელგუჯა გოგიას უშვებთ, თუმცა ელგუჯასთან ქონდა საუბარი, დეტალური, მან ამიხსნა თუ რატომ, ვთქვათ, ვერ მიბრუნება და პასუხს და ისეთ ძირფესვიანი, თავაზიანი საუბარი ქონდა. რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა საქმიანი ურთიერთობა და ელგუჯამ გააგრძელა გამას კონტრაქტიც და სიამოვნებით მიიღო კოტესთან რევანში. ანუ ახლა უკვე ამ ქარდზე გამა რევენანტზე გველის ელგუჯა ბიძი გოგია და კოტე ზომბი ჭკადუას ტრილოგია შიშველ მუშტებზე 65 კილოგრამში. ძალიან საინტერესო ბრძოლაა, ჩემთვის პირადად დარწმუნებული ვარ, რომ გამას უმეტეს მაყურებლისთვის, მით უმეტეს ჰარდკორ ფანებისთვის ძალიან მაგარი ორთაბრძოლა იქნება. ამიტომ ეს არის ჩვენი ივენთის co-main ივენთი, თვალი არ დაახამხამოთ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სისხლი დაიღრება და თუ ვინ მოიგებს, ჩემთვის დიდი ამოცანაა. რას ფიქრობ, აბა ამჯერად ვისი იქნება მოგება, დაწერე კომენტარებში. უბრალოდ იმდენი ამბავი დამიგროვდა, რომ სრულ ყურადღებას ვერ დაუთმობ ქარდ. უბრალოდ გადადი gamafc.g-ზე და შეხედეთ. აი ყველა ბრძოლა პირველივედან დაწყებული იქნება უსასტიკესი. ძალიან სისხლიანი. ეს რეალური ტესტოსტერონის ზეიმი იქნება, რომელიც ჯერ გამას მაყურებელს არ უნახია. პირველივე ბრძოლიდან. უბრალოდ ორ სიტყვას ვიტყვი, ძალიან ბევრი მებრძოლი, ვინც გვენატრებოდა და ვაბრუნეთ, მიმინო დაგვიბრუნდა, ბიბილური დაგვიბრუნდა. TikTok-ში გადადით, ბევრი რო არ ვილაპარაკო, gamafc.g, ნახეთ ქარდი, აქამდე ბილეთი თუ არ გიყიდიათ, იყიდეთ, გამოიყენეთ მებრძოლის პრომოკოდი, გამოიყენეთ დრო და მომენტი, რომ წინასწარ შეიძინოთ, იმიტომ რომ ორშაბათიდან ფასი გაძვირდება, კარზე კიდე უფრო ძვირი ეღირება. ახლა დაითრიე ბილეთები, ახლა გამოიყენე პრომოკოდი, შეღავათიან ფასად დაითრევ, პრომოკოდით კი 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ, მებრძოლების პრომოკოდს გულისხმობ და რა თქმა უნდა, მებრძოლსაც ამით ფინანსურად წაეხმარები. ხელი ხელს ბანს, მაგარი სანახაობა კი ჩვენზე იყო. უბრალოდ დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან, თებერვლის ქარდზეც ორიოდე სიტყვა რო არ დავხარჯო. მეგობრებო, სულ მალე gamafc.g-ზე დაიდება თებერვლის ქარდი და აი ეს გამა რევენანტზე კიდე უფრო მაგარი რამე იქნება. კიდე უფრო მეტი სისასტიკე. უპირველეს ყოვლისა ის ბრძოლა, რომელსაც, რავი, რამდენი ხანია გულმოდგინებით ველოდებით უკვე. ლევან ციკლაური ლუკა პიტბულ კახიშვილის წინააღმდეგ. გუდიანი პიტბულს შეხვდება, ბიჭო, დადგა ეგ მომენტი. და თუ ვინცობაა და ვინმეს რამე დაემართა. კაკრიაშვილი აზღვევს ამ ბრძოლას. ამიტომ საჩემპიონო ბრძოლა 60 კილოგრამში შედგება ნებისმიერ შემთხვევაში და ძალიან მაგარი სანახაობა გველის. ამის გარდა ბოკელავაძე დაუპირისპირდება თურქ მებრძოლს შერხანს, რომელთანაც უკვე სერიოზული ტრეშტოკი მოხდეს ბიჭებმა და აი ეს შერხანი იგივენაერი გადარეული ტიპია, როგორც ჩვენი ბოკე, ოღონდ თურქული ვერსია. ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო ქარდია. ამის გარდა კიდე ვამუშავებთ როინიშვილი და ზადიშვილის ჩხუბს და კიდე ბევრ
აი ძალიან ბევრ მაგარ ბრძოლას. უბრალოდ ბევრ სიტყვას არ დავხარჯავ, გადადი ჩვენს ვებგვერდზე გამოებში წერტილიჯიზე, ნახე თებერვლის კარდის და წინასწარ თუ შეიძენ ბილეთს ხო, ჩათვალე ნაჩუქარ ფასად კაპიკებად შეიძე. მით უმეტეს პრომოკოდს თუ გამოიყენება. არც თუ ისე სასიხარულო ამბავი, თუმცა it's okay, ცხოვრებაა და ხდება ასე. ამ ბიჭებმა თავის გასაკეთებელი გამაში გააკეთეს, დიდი კვალი დატოვეს გამაშიც და ჩვენს გულებშიც, დიდი და ხმამაღალი სახელი გაიკეთეს. იტოქში, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა დავიწყებ იმით, რომ 65 კილოგრამის ლეგენდა, გამას გრან-პრის პირველი ჩემპიონი, გამას გრან-პრის მეორე გრან-პრის ჩემპიონი. იტოქში, სადისტი ბაქარ გელენიძე სამწუხაროდ კონტრაქტს არ აგრძელებს, თავის გეგმები აქვს, დიდი გეგმები აქვს ხონში, იქ არის გადასული. და ესეთი საუბრის შემდგომ გადაწყდა რომ კონტრაქტი არ გაეგრძელებინა. რა თქმა უნდა მე ძალიან გული მწყდება, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემ ბაქარს, მის გეგმებს, ყველანაირად ვუსურვებ წარმატებას, გამარჯვებას იმ დარგში, სადაც ეხლა დაკავებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბაქარ, ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. თუ ისე დატრიალდა სიტუაცია, რომ გამაში დაბრუნება გადაწყვიტე, ჩვენ ხელგაშლილი გელით. ასევე ლევან ტყვია გაუმტარი ანქოშვილი და გელა თეგაშვილი. იგივე სიტუაცია, მათ გადაწყვიტეს რომ კრივს მიყვნენ, მოგეხსენებათ, ტყვია გაუმტარი არის მოქმედი კრივის საქართველოს ჩემპიონი. თეგაშვილიც არაა გამონაკლისი. გელა თეგაშვილიც არის მოქმედი ჩემპიონი, კრივის კამარი აქვს მას. მე გული მწყდება, რა თქმა უნდა, რომ მუშტი კრივში გადაწყვიტეს აღარ გააგრძელონ თავისი გზა. თუმცა პატივს ვცემ, მათ თავის გასაკეთებელი უკვე გააკეთეს აქ, როგორც თქვი, ყვალი დატოვეს, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა დღესდღეობით ისინი გამას მებრძოლები აღარ არიან და აგრძელებენ კრივში ასპარეზობას. ვუსურვებ მათ ყველანაირ წარმატებას და რა თქმა უნდა, ყოველივე ბრძოლაში გამარჯვებას, ვინაიდან მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ, სადაც არ უნდა იჩხუბონ. თქვენც იგივეს მოგიწოდებთ. ბიჭებს უსურვეთ წარმატება, მხარდაჭერა გამოუჩინეთ, სადაც არ უნდა იჩხუბონ. ძალიან მაგარი ამბავით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ნიუსები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ გამა მენეჯმენტი. და რას ნიშნავს ეს? ეს იქნება უპრეცედენტო პირობები ახალგაზრდა მებრძოლებისთვის. შერეულ ორთაბრძოლის მებრძოლებს ვგულისხმებ უპირველეს ყოვლისა. დაწყებული იქიდან, რომ ჩვენ ვიხდით მოჭრილ ხელფასს, დამთავრებული იმით, რომ მთელი ჩვენი მედია რესურსი იმუშავებს თქვენ პოპულარობაზე და გაგრძელებული იმით, რომ ჩვენი შეძენილი უზარმაზარი გამოცდილება თქვენ დაგეხმარებათ განვითარებაში, მათ შორის ბრძოლების დაგეგმვაში და შეთანხმებაში. საქართველოში თუ მით უმეტეს საზღვარგარეთ. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შეუწყოთ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც უმაღლეს მწვერვალებს უმიზნებს, მაგალითად რომელიცაა UFC, რომ საქართველოს სახელი გაიტანოს გარეთ და ააფრიალოს ჩვენი დროშა და გაიკეთოს რა თქმა უნდა ჩემპიონის კამარი. ამაში ჩვენ მთელს ჩვენ რესურსს ჩავდებთ. ამიტომ ყველას ვისაც გაინტერესებს თუ რა პირობები გვაქვს და როგორ შეიძლება რომ ეს სამენეჯერო გამას კონტრაქტი მოიპოვო, დაგვიკავშირდით ჩვენს სოციალურ ქსელებში გინდა, ჩვენს ტელეფონზე გინდა თუ ჩვენი web page-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ. სერიოზული გეგმები გვაქვს. ამიტომ შევიკრათ ერთ მუშტად და შეუტიოთ ბოლომდე. გამა!